ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა ეროვნული კინოცენტრის მიერ. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 21 აგვისტოს 5 საათამდე. საუკეთესო ფილმს სპეციალური ჟიური ფარული კენჭისყრით 14 სექტემბრამდე გამოავლენს. ოსკარის 99 დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ნამუშევრის წარდგენა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე მოხდება. კრიტერიუმები საკმაოდ მარტივია. ფილმის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს 40 წუთს. ძირითადი შემოქმედებითი ჯგუფი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები და ფილმი დასრულებული უნდა იყოს 2025 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ. ყოველ წელს იცვლება ჟიურის შემადგენლობა, არჩევს ისეთ ფილმს, რომელიც საუკეთესოდ წარმოადგენს ქართულ კინოს, თანამედროვე ქართულ კინოს და იმედი გვაქვს, რომ წელსაც ისევე როგორც წინა წლებში, იმდენად რამდენადაც თქვენ იცით, რომ წინა წლებში ესეთი ფილმები იყო წარდგენილი, როგორც მეოთხე ბრაიტონის, იმინდის კუნძული, შარშან პანოპტიკონი შეირჩა საქართველოს კანდიდატ ფილმად და ჟიურის ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად საუკეთესო ნამუშევარი წარუდგინოს ამერიკის კინოაკადემიას.